გამომშვიდობისა. მოკლედ ესე ჩემი ვიდეო ჩავხენ ცოტა ხანი. ეს ლობიო გამამზადი ლობიანებისთვის. კარგაბლომად. ამა აქედან გამოვაცხე კიდე ერთი ლობიანი, ეხა აქ ერთი ჭყინტი ყველი მქონდა ის დავშვენი და ეხლა ეს არის სულგუნი, უნდა ჩავახეხო ხაჭაპურისთვის მინდა. იმიტომ ვახეხავ, რომ არ ვიცი ეს ყველი ახალი იყო და ამიტომ რო არ ჩამეკარგოს იქ წომში. ისედაც იცით ჩემი ხაჭაპურები თქვენ. მაგრამ მაინც სად რომ ცხელია ხაჭაპური და ისე მიირთმევ და სად ცივი. თუმცა მე ეხლა რო წავიღე ხაჭაპურები მაინც ძალიან კარგი იყო, გემო იყო ძალიან მაგარი. ხო და მოკლედ არ დაკარგულა მაინც იმდენად ყველი, როგორც იკარგება ხოლმე. სულგუნს ყველა უკეთებს. და ვიცი, მე ბევრი ვიცი, რომ უკეთებენ, როცა ხაჭაპურს აცხობენ. ეხლა მუხა წავიდა, უკვე მუხა და გოდე წავიდნენ მოსაყვანად. არა ტიროდა, ჩხაოდა, ერთ ამბავში იყო, მაგრამ ადას ვერ წაიყვან და ვერაფრით. კაი, ამას დავახურო. 7-ის მერე დავიწყებ ლობიანების და ხაჭაპურის გამოცხობას, მანამდე არ ვიდა და გამოვაცხო. აქ ეხლა მიგებს მუხა ლობიანი რო ჭამა იმის თებში. მეწიწიბურა, კიტრი და თევზი მივირთვი ერთი ცალი და თევზით შევწვი, იმასაც გაჩვენებ, როგორც წვალ ხოლმე პურის ფხილში. აი ეგრე შევწვი. ხედავთ როგორი წითელიც არის და აი ესეთი თევზი არ იშლება. ეს ჩემია ცოტა მაგარი შემწვარი. ჩვენთან ესე უყვართ. თუ ესე დაბიწყინებული არ არის, არ შეგიჭამენ და ასე რომ ჩემს დასაც ეგეთი უყვარს. ჩემი დიშვილი არ ჭამს, არც ხორცს ჭამს, არც თევზს ჭამს. ხო და თევზს ჭამსო რაღაცას, მაგრამ ის თევზი აქ არ არის. დაიგოდეიდასთან, ასე რომ არ ვიცი, რომელ თევზს მიირთმევს. მარტო რაც ყველაზე ძალიან უყვარს არის ხომი და ყველი, ამიტომ ეს მექნება ხომი და ყველი. ეს ღერღილი, ამას უნდა გავობლო, მაგრამ ჯერ იმ სამ თევზს ამოვრეცხავ, რა თქმა უნდა წყალში ვინახავთ და მერე მაინც უნდა გავრეცხოთ. გავავლოთ ეს, მე მგონი ამდენი ღერღილი არ დამჭირდება, იმიტომ რომ ხვალ კიდე ახალ სიმასთვის ამ გავაკეთებ, ეხლა გავაკეთებ ამას რამდენიც ეყოფა იმდენს. იმიტომ რომ ეხლა წინაზე ჩემული რომ მოვიდა, ბევრი გამომივიდა. ხომი. ზოგჯერ არა, იმიტომ რომ ზოგჯერ სქელი გამომდის და თუ სქელია ხომი, მე არ ამოვა იმდენი თევზი. ხელი თუ გამოდის ბევრი. ძალიან ხელიც არა, ზომიერად რა.
ავუღეთ 6 ყველი. 6 ყველში გულისხმობ ცალობაში კილო რამდენი არ ვიცი, მაგრამ იქ აწონა იმან მე არ ეყავი მუხა იყო, მუხა მიმასქნა. ააწონინა და 6 ცალი ყველი. ერთი ჩემგან, 2 დედიკო მითხრა რომ აიღეო და მე მოგცემო მერე ფულსო და 3 ჩემმა და იყიდა. მეც ახლა ცემში რომ მივდივართ ბევრი არაფრის წაღებას არ ვაპირებ, არც ქვაბებს წავიღებ, არც თებშებს წავიღებ, მარტო ტაფას წავიღებ, რომ ბავშვებს ზოგჯერ კარტოფილი შეუძვა, ან კვერცხი შევწვათ. ხო და ყველის წაღება მომიწევს, სულგუნის და იმის. ცოლს წავიღებ, რა თქმა უნდა. იყოს ეგ ახლა ეს დაკოვო, ეყოფა ის. ეყოფა. სოფას დავამატებ და მე ხვალ არ მექნება გასარეცხი, ხერხილი. ვეყოფა. ეხა მე რაც მაქვს ხერხილი იქედან გამოგზავნილი ჯგალიდან მანამდეც ბევრი მქონდა ის შვაზე გავყავი და მივეცი ეხა რაც მომჩა იმას მივცემი იმიტომ რომ ისე როგორია ეხა მარტო ყველი წაიღოს და ხერხილი არ უნდა ხოდა მოკლედ იმას მივცემ და მე რო დამჭირდება აქ ვიყიდი Nicodetas. Isიც ასე. ის დავადგა თან. იყოს ველზე. Все. ჩართულია ხაჭაპურისთვის კვერცხი მზად მაქვს ზეთში ეს მარგარინი მოხარშა ცოტა ბაჟე მაქვს მაცივარში და მაინც სამკვეთს მოხარშა იმას ეყოფა წვენი მეც ხვილად მოხარშა მე მოხარშ უკვე ჩემ მეტი არავინ არ ჭამს Chubot kwez.
მუხამ რომ მოვიტანა ის მრგვალი გუბკები რო იყო. აი ესეთი მრგვალი იყო ოღონდ. რაიმე ისეთი ძნელად გამოსაყენებელი იყო. აი მოძველებას რო ელოდები გუბკისას, აი ეგეთი. ესენი კაია, დიდხანს აძლევს, სადღაც ერთი კვირა შეიძლება ხამ მქონდეს. ყოველღამე მაინც ქლორში ვაგდებ. მერე გადავხარშავ. მაინც კარგია ესენი. ერთი კვირის მერე მაინც ვცვლის, ზოგჯერ ორ-ორად მომაქვს, ზოგჯერ შეიძლება პაჭკით მოვიტანო. მოკლეს, ერთმანეთი დახოცეთ. გეგა მოდი აბა აქეთ. თქვენ ერთად ვერ თამაშობთ ვერასოდეს. დაუქენი გოგო. გეგა მოგატყა თუ შენ უქენი რაღაცა ეხა. რა უქენი? გეგა. რა უქენი გეგას? გადია. რა უქენი? რა უქენი გოგო? დედა როგორი ოხერი ხარ მოდი აქ მოდი მაშინ მარტო ითამაშე შენ აზე არ განჩუნდება მე თუ არ მივედი არ განჩუნდება ის არ არის დედა კალი მინდა შირის კალი მოდი ვარ შირის კალი ესამ შემინახია დედა შირის კალი მოდი და ჩაგისხამ ამას დაამტრო და ვებოთის ის არა ვარ შენთვის იდველი მოდი და ბიჭო შენ რაზე მეძახოდი მოდი საათიდან დავიწყებ. მე რო გაცივდება, არაფერი არ არის არც ლობიანი და არც ის. აჭარბია, ამიტომ 7-დან დავიწყებ. გამოცხობას მივხედავ და რა უნდა. მოვლე ნახეთ. აი ესეთი ამის გაბწყელებას ვიწყებდი უკვე. ნახეთ, აი ესეთი პატარა გუნდები. ავიღე იმისთვის. ხაჭაპურისთვის. გეგა და ადახმერთო საერთოდ არ ვარ განან ერთად საერთოდ ლეიბიც გალეთ მაგ შემოსატანი მაგ გავიბან მაინც ხელს ეხა და გაჩვენე აი
ხედავთ რამდენიც არის ყველი და ნახეთ როგორი პატარა გუნდა. ისინი ლობიანებისთვის მაქვს. ეხლა შევკრათ როგორღაც the lemon. The lemon. იმიტომ რომ სულ ცოტა არის ცომი ცომს არ ვაშორებ ესე ვტოვებ. ეხლა მეორეც გავამზადოთ და ამასობაში მე ლობიანებსაც დავიწყებ. სამ ლობიანს გამოვაცხობ ჯერჯერობით და დანარჩენი მე ნახოთ თუ დავამატებ. ნახე, ამას მარტო უნდა. რამდენი ლობიანი გაგეთებ? 3. ცომი გექნება მოსაზელი. ცომი მექნება მოსაზელი და ზე არ მაქვს დამყარი. ხომი თუხებს შევხვდითო და აზი წამოვლენ ისინი. არ ვიცი ფოტიდან აქამდე რამდენი არის გზა. ამასაც არანაკლებ გაიწიე. ესენი ხაჯაბურები. გეგა დაანებედებიქო. ხალობიანი დავიწყოთ. კარგად უნდა გახურდეს და ძლიერ მაღალ ტემპერატურაზე უცებ რო გამოცხება ხაჯაბური. ის ხაჯაბური არის მერე კარგი. ეს ცოტა დავტოვე, ნახეთ, ცოტა ზემოთ მოსაყრელად. გეგა. ეს უკვე 4 ცალი გამოვაცხე. თითო ყველას. ანუ ბავშვებს და მუხას. გეგა. ადა შეშვი ხა. ძალიან მექნება ერთი დიდი თხოვნა. მოკლედ. ყოველთვის ყველაფერზე საუბრობ დეტალურად. დეტალურად და გაჩვენეთ კიდევაც დეტალურად. ეხლა საჭმელს არ გულისხმობ აქ. გულში კოქტეილი რო გავაკეთე, მაგასთან დაკავშირებით. რითი დაიკელი მიწერე. ნახეთ როგორ ვაკეთებდი ყოველთვის ნებისმიერ ადამიანს მსგავსი კითხვა, რამე კითხვა ყველაფერზე ვპასუხობ კითხვებზე. თუ
თუ ეხა კომენტარებს ყველას ვერ პასუხობ, კითხვებს რამე როცა ინტერესებთ, არ ვიტოვებ ყველაფერს პასუხობ, მაგრამ ნახეთ ამ ვიდეოებს იმიტომ წერ, რომ იმას უნდა უყურონ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხო უნდა უყურონ, მას ვაკეთებ. აი მაგიტომ წერ მაგას, რომ ნახონ იქ ვყვები, მოისმინონ, მე არ ექნებათ ამდენი კითხვა. ყველას დეტალურად ცალკე უწევ დიახებს, რა ქვია, კიდევ კოქტეილზე და როგორ დანაირად ყველაფერს კომენტარში ვუხსნიდი, ისე ვუტოვებდი. მაგრამ ნახეთ აი ვერ გამიგია რო უყურონ არ შეიძლება Why doing you? იმიტომ ყვები ისედაც უყვები დეტალურად რა თქმა უნდა კი მარგია რომ უყურებენ და ასე შემდეგ მაგრამ ადა გავყარე ჩაუთეგე გაგოჭიტება ხო და მოკლედ ვიფასებ იმიტომ წერ ვიდეოს და იმ ვიდეოში იმიტომ საუბრობ რომ იქედანაც გაიგო თუ რამეს ვერ გაიგებთ რა თქმა უნდა წერ პასუხს მაგრამ ყოველთვის დეტალურად ვიცი რამეს თუ ვაკეთებ ან გირჩევთ ან რაღაცა ისე არ გირჩევთ რომ დეტალურად არ გელაპარაკოთ ასე რომ გთხოვთ ვისაც რაღაცა გაინტერესებთ ვიდეოს უყუროთ მაგ კოქტეილით თქვი მეც ეს არის კოქტეილი იმისთვის, როდესაც უცებ გინდა რაღაცისთვის. აი დაგლება 2 კილო ცოტა არ არის, ხო? უცებ როცა გინდა, თორე იმასაც გეუბნებით, რომ მე თუ ჩვეულებრივად შეჭამთ, იმატებთ. უცეбле იმატებთ. ამიტომ მე უბრალოდ მე რომ ჭირდება მაგიტომ ვაკეთებ თქვენ არ გააკეთოთ თუ არ გინდათ რომ მე მოიმატოთ მე ესე ვიტკიებ ხოლმე აუტკივარ თავს ხო და ასე რომ მე არ მომბაძო ცუდად გამომივა მოკლედ ჩემს არის დაუტკივარი თავი არ აიტკივოთ აი ამის თქმა მინდა მე მინდა და კიდე დავიკვირე აგერ ხვალმა კიდე კოქტეილის ხელანდელი წონა იცით, ხვალ კიდე ავიწონები და მერე გაშვენებთ. ეხა იმდენად მაქვს აკვიატებული და იმდენად ჩავიხმიე, რომ აი როგორც ერთხელ, ასე რომ ხვალაც რო იყოს 1,5 კილო მაინც დავაგდებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოდის ეხა დღეს ჩემ ან ხომს ვაკეთებ რაღაცა არ მივითმევ მაგ ხომს იმიტომ რომ არ არის ისე რომ რამე მენატრებოდეს ხო და არ მივითმევ როცა მომინდება მერეც შემიძლია რომ გავაკეთო გადამიხურდა აი ამ ხელის კიდე მეშინია ყანყარებს მერე აქვს კარგი ფერი. სულ ცოტა. ბევრი არ გვინდა, სულ აქა-იქ მოусმევთ და მორჩა.
აი ასე. ხელით ტაფაზევე ვარტყელებ კიდევ. აი ასე. ეს. ეხლა დავარტყელოთ ხაჭაპური. პირველი ეგ იყო, აი ეს. არ მიყვარს რომ იხევა. ძალიან არ მიყვარს რომ იცოდეთ. ზოგი სპეციალურად ხელს, მაგრამ მე არ მიყვარს. იმიტომ რომ მე კარაქის წასმის დროს მიჭირს. ეხლა არ ვაკეთებ ძალიან დიდი ტაფით. მეორე ტაფით ვაკეთებ. ამაზე დავდოთ ეს. აი ეს. გამოვიტანოთ ტაფა და გახურებულია. ძალიან გახურებულია. აქ მაქვს კვერცხი და ზეთი. ყოველთვის ამით ვაკეთებ. მაწუნითაც ვაკეთებ, მაგრამ ეხლა აკეთებული მაქვს ეს ხეების სულ კვერცხი და ზეთი. ძალიან კარგია. ასე რომ თუ თქვენს გინდათ და არ გაგიკეთებიათ სინჯეთ. იმის გადმობრუნებაც მომიწევს მალე. ერთხელ ერთი ქალი ეუბნება თავის შვილს, რომ შვილი მომიდა სტუმრად და ესო, შენ არ იციო ხაჭაპურის გამოცხობაო თათია მიუშვიო. ხო და ეწყინა ამ შვილს. მანამდე ორი ქონდა გამომცხვარი და მაგის მერე იყო რომ უთხრა დედამისმა და ისო ეწყინა და მიყურებს ეხა. შენ ერთიო რას უკეთებული ისეცო დედაჩემმა ასე რომ თქვაო. ეს რო ნახო, კაცო ამასო მეც გავაკეთებდიო. მეც მოვაყრიდიო ზემოთო. იმას რა ქვია. ყველასა, ამიტომ მითხრაო დედაჩემ, არიციო, მაგრამ არიციო იმაზე უთხრა, რომ ძალიან მსხვილი გამოდიოდა. ხო და, აი მაგივე უთხრა, უბრალოდ მსხვილი რო გამოვიდა. და ვიცი დედამისი იყო, მე არ მითქვია, ხა სხვას რო ეთქვა, ალბათ გაგიჟდებოდა, მაგრამ დედამისმა რო უთხრა
ცომი. აუ მუხრანია. კლას ვიფასებო. გაჩვენო ჩემი ხაბაჭულები. აი ეს თე გამოიყურება. ნეკეთ. აი ესე. და ეს თეს ლობიანები. 1 2 3 4 5 იმიტომ გამოვაცხერო მე ვიცი ჩემი შვილების ამბავი ამას არ ეყოფათ ის ხანდატრობიკიც იქეთ წაიღე კარგი და მე ჭიქებს მოვიდა მე ხა მაგრადელი სად ჩავაგდე რეცხილი თუ აქტევს არის მოგვედ აგი დავჭრათ აბა და ნახოთ ჩვენი ხაჭაპური თუ რა გამოვიდა ამდენი ყველი ხო ნახეთ რამდენი ყველი ჩავდე ხო და აბა ნახოთ მოვიდნენ ჩემი სტუმრები ჩაუწიე ბიჭო რასა რო უყურებ გოდერძი და მუხრანი მუსიკას ჩაუწიე შენ ტელეფონი შენ გაქვს Whoa. არ შორდება და დიმას და დევიდას. იმდენად უყვარს მართლა. აი. ასე. ჩემი ჭიქა იქნება ეს. ეცად. მივაგენით სომს რომელია რო გაჩვენოთ არა გავაფუჭებ ჩანს ესეც მოკლედ ესეც ასე ეს ასე აი ესეთი თხელი მიყვარს ხალხო მიყვარს რა ვქნა ზოგჯერ ამაზე თხელი თუ არ გამომდის მე ვბრაზდები ან ასეთი მაინც თუ არ გამოდის მართლა ვბრაზდები აი მათ სერიოზულად. იმიტომ რომ ძალიან ცოტა ცომს ვაკეთებ, ხო ხედავთ ისე რა. ესეც არის. შენც უგვინე დედა შეჭამე შენ არ ეძახო დიდი მაიხა შეგჭამო დედა შენ არ უგვინედე შენ არა დედი ეხლა ლობიანი დავჭრათ წავიღო ლობიანები და მე იმას ვიზამ რა ქვია ხომს ამოვიღებ ლობიანებს არ დავჭრი ისეთ პატარებად შენ ვის უკიწეწე ყველი დავდე, თევზი დავდე, საწებელი დავდე. რაც არის, ეგ არის. ეხა ერთაია, თევზი, იმიტომ რომ ისე ვაფრთხილე. ეს ლობიანია.
პიკებზე გადახვედი ამ ბოლო დროს. ნეტა რა ხდება? მიმალავრამე. აი, ესეც ასე. всё. ეხლა ამოვიღოთ ხომი. სამჯერ ჩავზილე უკვე. გოდე. Shut